73 მომხრე 30 წინააღმდეგი. ფარული მოსმენების ერთი გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება. კანონპროექტი მიღებულია, თუმცა მმართველი გუნდის ნაწილის და ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე. მახინჯის სისტემიდან ჩვენ კარგ კანონს ნამდვილად ვერ გამოვიყენებთ. რანაირი პერსპექტივა ამ ალტერნატიული წინადადებების დაყენებას არ აქვს. არ მინდა რომ ისევ დაგვიცდეს ფეხი იმ მოლი პულბილიქზე, რომელზეც უნდა გავიაროთ. წვავე დებატები პარლამენტში და სირცხვილის დერეფანი პარლამენტს გარეთ. გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი კიდევ ერთ ვეტოს. ვაპროტესტებთ იმ სამარცხინო გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პარლამენტში. თარიღი ცნობილია, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი მოსკოვთან მოკავშირეობის შეთანხმების გაფორმებას იანვარში გეგმავს. როგორ აპირებს ოფიციალური თბილისი ანექსიის შეჩერებას. პრითვია მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით ყველა ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ესეთივე სამართლებრივი ნონსენსი იქნება, როგორც აფხაზეთთან გაფორმებული. ჯარიმა გარემოს დაბინძურებისთვის, რა სანქციები ამოქმედდება კანონდამრღვევი მოქალაქეებისთვის. სულ მცირე 50 ლარით დაჯარიმდება. დაფიქრდნენ, რას აკეთებენ ადამიანები საცხოვრებლად. ფილმები ეკოლოგიურ პრობლემებზე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული არქივი 50-იან წლებში გადაღებულ ნამუშევრებს წარადგენს. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ მოამბეს 20 საათზე დღის მთავარ თემებს, ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული კანონპროექტი მიღებულია. ფარული მიყურადების ერთი გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩება. მეორე გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში გადადის. 73 მომხრე 30 წინააღმდეგი, ასეთია მესამე მოსმენის კენჭისყრის შედეგები. როგორც მოსალოდნელი იყო, ბესელია ფოფხაძე სესიაშვილის პროექტმა რესპუბლიკელების და ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მიიღო. თინა ხიდაშელმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი ალასანიას გუნდთან ერთად ჯერ კიდევ მეორე მოსმენის დროს დატოვა. რეზონანსული აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლაც. დავით უსუფაშვილმა, რომელსაც ხმის მიცემის ღილაკით დღეს საერთოდ არ უსარგებლია, ტრიბუნიდან სამთავრობო უწყებები ღიად გააკრიტიკა. დღეს ის მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მეუღლის მიმართ გამოთქმული შენიშვნების გამოც მოექცა. ხმაურიანი განხილვის, ხმაურიანი დასასრულის სალომე ქოქიაშვილი ჩაგორთება ახლა პარლამენტიდან. სალომე, როგორ ჩაიარა მესამე მოსმენა? თამთა განხილვები დასრულებულია, გადაწყვეტილება კი მიღებული, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი გასაღები ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში რჩება. უმრავლესობის უმრავლესობამ ყველა დანარჩენ დეპუტატს დღეს ხმების რაოდენობით აჯობა. შეიძლება ითქვას, რომ სამდღიანი მოსმენების და განხილვების დროს დღევანდელი დღე ყველაზე ნაკლებად ხმაურიანი იყო. დღეს ძირითადად შეკითხვებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სვავდნენ, რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელ თინა ხიდაშელს, მათ განხილვებში მონაწილეობის მიღება საერთოდ არ ისურვეს და დარბაზი დატოვეს. 73 მომხრე 30 წინააღმდეგი. 73 ხმით 30-ის წინააღმდეგ პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი დაამტკიცა. ცვლილებები შევიდა ფარული მოსმენების ეგრეთ წოდებულ გასაღებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კიდევ 3 კანონში: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ელექტრონული კომუნიკაციებისა და სახელმწიფო საიდუმლოებათა შესახებ კანონებში. იმ საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც ამ ახალი ჩანაწერებით უნდა შეიცვალოს ვადა 1 დეკემბერს გასდის. დღესვე გაიგზავნოს პრეზიდენტთან მიღებული კანონპროექტები და მისი ტექსტები. საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებმა დაჩქარებული წესით მიიღეს. მეორე მოსმენა და კენჭისყრა დღის პირველ ნახევარში გაიმართა. საკითხის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს თავისუფალმა დემოკრატებმა. სხდომათა დარბაზი დატოვა ფრაქცია რესპუბლიკელების წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმაც. ამ კანონის განხილვაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ამ მახინჯის სისტემიდან ჩვენ კარგ კანონს ნამდვილად ვერ გამოვიყენებთ. ქალბატონეკას არ შეუქმნი დისკომფორტს და წარმატებები უსურვე მათ ამ კანონის მშვიდად განხილვაში. რანაირი პერსპექტივა ამ ალტერნატიული წინადადებების დაყენებას არ აქვს და ეხლა ეს რაღაც სპორტი არ არის ჩემთვის, რომ სირბილში გავეჯიბროთ ერთმანეთს. დილით გამართულ ბიუროს სხდომაზე ის დეპუტატები, ვინც ბესელია ფოფხაძე სესიაშვილის მომზადებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, მეორე მოსმენამდე საკითხის გასაცნობა და ალტერნატიული წინადადებების მოსამზადებლად დროს ითხოვდნენ, რასაც ხმაური მოყვა. კენჭი უყაროთ ამ გადაწყვეტილებას, რომ აკრძალულია დღეს პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტების შეტანა. ქალბატონო თინა, ან დაწყნარდით, ან დატოვეთ ოთახი. კარგი, ახლა შენს დატოვებ ოთახს, კარგით. ბატონ ბარამიძეს ვეუბნები. დაემორჩილეთ წესებს ყველა. ჩვენ მეორე მოსმენით კენჭისყრა გვინდა. ქალბატონო ეკა, ძალიან გთხოვთ, ახლა მთლად ისეც ნუ იქნება, რომ მარტო თქვენ გტკივათ გული ამ კანონზე, კაცო. საბოლოოდ დეპუტატებმა ალტერნატიული წინადადებები აღარ მოამზადეს. გუშინდელისაგან განსხვავებით საკითხის განხილვა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. შენიშვნებისათვის ტრიბუნა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გამოიყენეს.
ჩვენ ვიყავით მოწმეები ნამდვილი ცისფერი მთების. უკანა რიგში კომიტეტის ხდომაზე იყვნენ წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ყველა საკითხზე ხდებოდა შეთანხმება სწორედ აი ამ ადამიანებთან. ესწრებოდნენ სამუშაო ჯგუფის წევრები. შესაბამისად, აბსოლუტურად აი ეს ქვეტექსტებით საუბარი, რომ რაღაცა შეთანხმებები სადღაც კულუარებში ხდება, ეს არის უბრალოდ ძალიან არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადება. თუ გინდათ რომ რეალობას ვალი გავუსწოროთ, ჩავწეროთ დღესვე კანონში, რომ ზადავართ ინვენტარიზაცია გავაკეთოთ შავი ყუთის და დობის ჯგუფს მაინც უთხრათ, რამდენ 10,000 ადამიანს უსმენენ დღეს უკანონოდ. შეიძლება უკანონო მოსმენები ეხლაც არის და ვერ გამოგვიცხავ და ვერც გეტყვით ეჭვით სამახსოვრ არსებობს, კანონი ითვალისწინებს მხოლოდ კანონიერ მოსმენებს. ბატონ მურმან დუმბაძეს ვიცე-სპიკერს ხო საკითხის განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის წაყვანა ცოტა ხნით მურმან დუმბაძეს სთხოვა. დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ რესპუბლიკელების განსხვავებული პოზიცია და ვახტანგ ხმალაძის მომზადებული გუშინ ჩავარდნილი კანონპროექტის მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაზე არ აისახება. საინტერესო აჟიოტაჟი შევნიშნე და სხვა ჩვენს ბევრგან იმის თაობაზე, რომ ხომ არ არის ის დრო, ის მომენტი, როცა რაღაცა ხდება. იმ დროს, როდესაც შესაძლოა ბევრი ოცნებობს სხვადასხვა მხარეს პოლიტიკური სპექტრების პირდებით, რომ იმედი უნდა გაგიცრუოთ. რატომ მივეცი გუშინმე ხმა ვახტანგ ხმალაძის პროექტს და რატომ არ მივეცი ხმა ბესელია სესიაშვილი ფოფხაძის პროექტს? იმიტომ რომ ჯერა, რომ ის მიდგომა არის სწორი და ისიც ჯერა, რომ იმ მიდგომამდე ჩვენ მივად. დღეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ფარული მიყურადების უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება. თუმცა ამოქმედება ეგრეთ წოდებული ორგასაღებიანი სისტემა, რომლის თანახმადაც მოსმენის განხორციელებას ძალოვანი უწყება მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლით შეძლებს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, რომელსაც ხმის მიცემის ღილაკით პრინციპში საერთოდ არ უსარგებლია, იყოს საკმაოდ კრიტიკული და მწვავე. დავით უსუფაშვილმა ტრიბუნიდან დეტალურად ახსნა, თუ რატომ არ უნდა დარჩეს გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს თანაგუნდელებს წინასაარჩევნოდ გაწემული დაპირებების შეახსენა, კონკრეტულად ის დაპირება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოსვლას გულისხმობდა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე დღეს მწვავედ კრიტიკული იყო თითქმის ყველა ძალოვანი უწყების მისამართით. მე შესაძლოა ვიფიქრო იმაზე, რომ ხმა მივცე ამ კანონპროექტს, რომელსაც არ ვეთანხმები. ოღონდ იმის სანაცვლოდ, რომ თითოეული თქვენგანი პირდებით იმას, რომ ხმას აძლევთ ჩვენს მიერ ხალხისთვის მიცემული პირობის შესრულებას და ვიწყებთ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ამ დაპირების შესასრულებლად და ამ სამართალდამცავი ძალიან მნიშვნელოვანი უწყების გასამართად. ჩვენ ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს რომ ეხებოდა. მე მგონი ერთად აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრ მომენტს აქვს ხედავთ, რომ იუსტიციის მინისტრი აღმოჩნდა ყველაზე ნაკლებ და ყველაზე გვიან ინფორმირებული ყველაფერზე საერთოდ. მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენ რაღაცები შეგვეშალა ამ თვალსაზრისით. იმ ადეიშვილზე შეშინებულებმა, რომ იუსტიციის მინისტრი არასწორად მართავდა პროკურატურას და იმან დააქცია ძალიან ბევრი რამ. აქეთ რაღაცები პრაქტიკულად გავწყვიტეთ ხაზი მინისტრსა და პროკურატურის უწყებას შორის და მივიღეთ სერიოზული პრობლემები. იმიტომ რომ ვის უნდა მოვკითხოთ პოლიტიკურად რა ხდება ამ უწყებაში და როგორ მიდის საქმე არა კონკრეტულ საქმეში, ვინ დაიჭირეს და ვინ გაუშვეს და როგორ არა, საერთოდ რა ხდება. როგორ ხდება ის, რომ საქართველოს სასამართლო იღებს განჩინებას, რომელშიც წერს, რომ უგულავა საქმის განხილვა უნდა გადაიდოს, რატო იცით? იმიტომ რომ თურმე პარლამენტის წევრთა ერთი ნაწილი, ამ შემთხვევაში ოპოზიციიდან წარმოდგენილები, მათი დაკითხვა საჭირო, მათ იცავს იმუნიტეტი, ეს ვერ ხერხდება და ამჟამად მიმდინარეობს აქტიური დიალოგი საქართველოს პარლამენტთან ხსენებული პირების საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით დაბარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე, რაც გონივრულ დროს მოითხოვს და ვერ ხერხდება. მითხარით, აგერხარ მთელი პარლამენტი ვისთან მიდის ეს აქტიური დიალოგი? არავისთან. მერე ჩვენი პარლამენტარული კოლეგა გიორგი კანდელაკი ამ ფრაზას თარგმნის მსოფლიოს ყველა ცოცხალ და არაცოცხალ ენაზე და აგზავნის ყველგან. და ჩავდივართ მერე და გავარი პირდაღებული, როცა მეუბნებიან, რომ რა დიალოგი მიდის ბატონო პარლამენტის თავმჯდომარემ თქვენთან, ველი თქვენს მხარდაჭერას იმაში, რომ ჩვენ უახლოეს ხანებში მოვიწვევთ სათანადო თანამდებობის პირებს სამართალდამცავი სისტემიდან და დაუსვამთ ასეთ კითხვას. სამართალდამცავი სისტემა სანახევროდ არის თუ არა უკვე მზად მოწმის დასაკითხად იმ ახალ გარემოებებში და ახალი სისტემით იმ კანონის შესაბამისად, რომელიც ჩვენ ორჯერ გადავდეთ უკვე. მე
ქონია შემთხვევები, როდესაც მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება უცნობებია აქ. არ ქონია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად კვალიფიციური ფაქტობრივი და ანალიტიკური მასალა მიგვიღია. მე ყველას ვთავაზობ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ კანონპროექტის გამო ნუ შეველეწებით ერთმანეთს. ამ ეტაპზე გასაღების თემაზე მსჯელობა დასრულებულია. ახლა სხდომაზე უკვე დეპუტატების ხვა მიმდინარე საკითხების განიხილავენ, თუმცა ისინი მაინც რჩებიან პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინის რეჟიმში. დღეს კანონმდებელთა ის ნაწილი, რომელიც ამ კანონპროექტს მხარს არ უჭერდა, იმედოვნებს, რომ გიორგი მარგველაშვილი კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და ბესელიას სესიაშვილი ფოფხაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. გმადლობთ სალომე, ეს იყო სალომე ქოქიაშვილი და ჩართვა პარლამენტიდან, სადაც დღეს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი დამტკიცდა. ახლა მთავარი ინტრიგა რჩება, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ბესელია ფოფხაძეს სესიაშვილის ავტორობით მიღებულ კანონზე მეორე ვეტოს. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება ვეტოს დაძლევა, რისთვისაც მმართველ გუნდს 76 ხმა სჭირდება. კანონპროექტს კი მესამე მოსმენის მონაცემებით 73 მხარდამჭერი ჰყავდა. საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ელოდება არასამთავრობო სექტორიც, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს. დრაკონული და სამარცხვინო კანონი ასეთია შეფასება კამპანია ეშენ გეხებას მონაწილეებისგან, რომლებმაც დღეს დეპუტატებს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს. გზა სირცხვილის დერეფნიდან პარლამენტამდე დეპუტატებმა მიღებული გადაწყვეტილებისთვის გაიარეს მესამე სექტორის პროტესტი კანონმდებლებმა იმ პროექტის მხარდაჭერისთვის დაიმსახურეს, რომლის მიხედვითაც ფარული მოსმენების პროცესში ერთი ეგრეთ წოდებული გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ დავას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავენ, თუმცა მანამდე ისევ პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვთ. ისინი წავიდნენ საკუთარი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამომრჩევლის სურვილი იყო ის, რომ შეწყდეს უკანონო მოსმენების პრაქტიკა. მაქვს რა თქმა უნდა ვეტოს დადების იმედი, იმიტომ რომ პრეზიდენტი არ მოინდომებს. ვფიქრობ, აღმოჩნდეს აი ტოტალიტარული ნაწილის მხარეზე. კონსტიტუციური უფლების მეორედ გამოყენებას თხოვს პრეზიდენტს კანონმდებელთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დეპუტატთა ნაწილი, თუმცა სავარაუდოდ სადაო გახდება გამოყენების შემთხვევაში ვეტოს დაძლევის საკითხიც. ვინ განახორციელებს ზედამხედველობა? პარლამენტის უფლებამოსილებაა ეს და თუ ამ შინაარსში პრეზიდენტი არ დაგვეთანხმა, უნებურად გამოუვა მას, რომ იჭრება უკვე პარლამენტის უფლებამოსილებაში. შენიშვნის, ანუ ვეტოს დადების სახით. კონსტიტუციით აქვს საქართველოს პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება მინიჭებული და ესე იგი გამოდის, რომ მას ეს უფლება არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ ვეტო და იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს, ასე ვთქვათ, შეაჩეროს ყველა ის კანონი, რომელსაც თulis რომ პარლამენტმა არასწორად მიიღო. თუ გასაღები არ გავა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ჩვენ არ დაუჭერთ არც პრეზიდენტის ვეტოს მხარს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში დაძლევა შესაძლებელი იქნება. ვეტოს დაძლევა იმ რეალობაში პარლამენტი არის და საპარლამენტო უმრავლესობა არ გაუჭირდება უმრავლესობას, გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ 78 ხმა დაფიქსირდა კანონპროექტზე ხმის მიცემისას, ვეტოს დაძლევა სჭირდება 76 ხმა. მესამე მოსმენით მიღებული დოკუმენტის მიხედვით შავყუთზე პირდაპირ წვდომა უნარჩუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყება ფარულ მიყურადებას ვერ დაიწყებს, თუ სისტემაში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ელექტრონული ნებართვა არ დაფიქსირდება. მიღებული კანონპროექტით თამარ ქალდანს ისევ არ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის მექანიზმი, თუ კი ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი განახორციელებს. მონიტორინგი ვერ განხორციელდება ვერც ძალოვანი უწყების მიერ ინტერნეტ კომუნიკაციის კონტროლზე. თითქმის ყველა შენიშვნა და წინადადება გავითვალისწინეთ. არა იმიტომ, რომ ჩვენ საპირისპირო აზრი არ ქონდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ჭირდებოდა საქმეს. იმას, რასაც კანონმდებლობის დახვეწის პროცესში ჩართული უფლებადამცველები სამარცხვინოს უწოდებენ, საქართველოს პრემიერის სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილება დაფასებს. მინდა მივესალმო პარლამენტის მიერ, უმრავლესობის მიერ მიღებულ სწორ და გონივრულ სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს იყო მართლაც ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც შემუშავებული იქნა პარლამენტის მიერ. და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს ერთხელ სამუდამოდ დაესმება წერტილი. მიღებული დოკუმენტი არ მოსწონს სახალხო დამცველს. დღეს რეალურად ამ კანონის მიღებით კეთილი პოლიციელის იმედზე ვართ, რომელიც უკანონოდ არავის მოусმენს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამოქმედდება თუ არა სადაო დოკუმენტი. თუ კი პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, მან პარლამენტს შენიშვნების გასათვალისწინებლად ან ვეტოს დასაძლევად 1 დეკემბრამდე გარკვეული დრო უნდა მისცეს.
გამოშვებას დღის სხვა მთავარი თემებით განვაგრძობთ აფხაზეთის შემდეგ კრემლი ანალოგიურ სცენარს მიმართავს საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში. დღეს ცნობილი ხდება, რომ ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი მოსკოვთან მოკავშირეობის შეთანხმების გაფორმებას იანვარში აპირებს. დაანონსებულია დოკუმენტში შესატანი ცვლილებებიც, რომლებიც ჯერ გასაიდუმლოებულია. რა ბერკეტებით აპირებს ოფიციალური თბილისი ანექსიის შეჩერებას. მთავრობა რუსეთზე ზეწოლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას განაგრძობს, თუმცა პოლიტიკა არასაკმარისია ოპოზიციისთვის, რომელიც ხელისუფლებას პასიურობაში სტებს ბრალს. ქეთი ქარდავა მუშაობდა დღეს თემაზე და ისახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ქეთი გისმენთ. თამარ ბერუჩაშვილი თამთა მომავალ კვირას დაესწრება შვეიცარიაში ბაზელში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალს და ეს იქნება კარგი საშუალება იმისათვის, რომ ორმხრივ შეხვედრებზე ისევე როგორც სიტყვით გამოსვლის დროს სწორედ ეს საკითხი იყოს წამოწეული წინ. თემის აქტუალიზაცია ეს მთავარ სტრატეგიად დასახელდა დღეს მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩვენ მინისტრთა კაბინეტის წევრებს სწორედ ამ თემაზე ვთხოვეთ კომენტარი. მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება ბრიუსელში 3 დეკემბერს სავარაუდოდ შედგება მისი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან 2 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში არის დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ესეც იქნება დამატებით საშუალება იმის, რომ პარტნიორების ინფორმირება მოხდეს. თუმცა მეორეს მხრივ რამდენად შეძლებს საერთაშორისო საზოგადოება ზეწოლას რუსეთზე, ეს უკვე ცალკე საკითხია. ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებიდან ქერე ბოლო სოფელი იყო, სადაც რუსმა მესაზღვრეებამ მავთუხლართები გაავლეს. საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ ტრაფარეტის მიღმა გადასვლაც დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ საზღვრის დარღვევად ეთვლებათ. ხელშეკრულებაში, რომლის გაფორმებასაც რუსეთი არ აღიარებულებთან აპირებს, იმ პროცესის გაგრძელებასაც ითვალისწინებს, რომელსაც ცხინვალში საქართველოსთან საზღვრის დადგენა გამაგრებას უწოდებენ. საერთაშორისო საზოგადოების მიერ კი უკანონო ბორდერიზაციად არის შეფასებული. ანატოლი ბიბილოვი დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე. შეთანხმება მომზადდება და ხელი მოეწერება. ამასთან მას ექნება გაცილებით ინტეგრაციული ხასიათი რუსეთის მიმართულებით. ბორის ჩოჩიევი, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. ასეთ ვითარებაში, როდესაც საქართველო აცხადებს, რომ არ გვაძლევს არავითარ გარანტიებს თავდაუსხმელობის შესახებ, რაღაც დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ დაიცვა საკუთარი ქვეყანა და ხალხი. ამიტომ მივმართეთ რუსეთის ხელისუფლებას გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება, რომელიც პირველ ადგილზე იქნება სამხედრო კავშირი, ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება, სამხრეთ ოსეთში ამაღლებული სოციალური სტანდარტები. ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც დე-ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან მეტ ინტეგრაციას ითხოვს, სავარაუდოდ ხელი იანვარში მოეწერება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ხდომაზე შეშფოთება გამოთქვა. აფხაზეთთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გავრცელდა განცხადება. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ყველა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატს გამოიყენებენ პარტნიორებთან თემის აქტუალიზაციისთვის. ეს იქნება ისეთი უკანონო, მასალა იქნება არქიტექტურა საფუძველი, ისევე იქნება სოფლის აღქმული როგორც აბსოლუტ არარსებული რამ დოკუმენტი, როგორც იყო აფხაზეთის მმართველობით. რეაგირება თქო მექანიზმი რა არის? მექანიზმი არის ის უპრეცედენტო, რაც ხდება ჩვენი ხელისუფლების მიერ არ ხდებოდა არასდროს სააკაშვილის დროს. ანუ ყოველ ხელშეკრულებაზე გვაქვს ჩართული მთელი მსოფლიო. ორი თვეა მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით ყველა ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იმის ილუზია რომ თქვათ შეიძლება და ერთი მიმართულებით ყოფილიყო მცდელობა და არ ყოფილიყო მეორე მიმართულებით, რა თქმა უნდა, არავის არ ქონია. მოსალოდნელი იყო და ასევე განცხადება გააკეთეს მათ, რომ უფრო მეტი ინტეგრაცია ექნებოდა. მოსალოდნელი იყო ჩვენი რესურსია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი. ოპოზიცია მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების დაანონსებული პოლიტიკა სრული კრახით დასრულდა. უნდა აჩვენონ საქართველოს საზოგადოებას, რომ აქვთ ხედვა, ნება და თანმიმდევრული პოლიტიკა და ვერაფერს ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. ერთადერთი რასაც ვხედავთ თანმიმდევრულობას, ეს არის სრული გაუაზრებლობა, არაკომპეტენტობა, უპასუხისმგებლობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები. დე-ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება სოჩში 24 ნოემბერს გაფორმდა. ხელშეკრულება ნატომ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა.
დეკემბერს ჟენევაში გაიმართება საერთაშორისო მოლაპარაკებების მურიგი რაუნდი, რომელსაც ქართულ დელეგაციას პირველად უხელმძღვანელებს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი პირველი მოადგილე დავით დონდუა და ის პირველად შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს. რაც შეეხება გრიგორი კარასინსა და ზურა აბაშიძეს შორის შეხვედრას, ეს თემა დღეს ისევ აქტუალური იყო მედიისთვის და მთავრობის ხტომის დასრულების შემდეგ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით შემდეგი შეხვედრის თარიღი გადაწყვეტილი არ არის და მხარებმა პაუზა აიღეს. ამ პაუზის მიზეზი კი იყო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება. თუ რა ფორმატით გაგრძელდება მოლაპარაკება, ამაზე ზურა აბაშიძეს დღეს დეტალები ჟურნალისტებთან არ დაუსახელებია. მან აქცენტი გააკეთა მხოლოდ ერთზე, რომ აუცილებელია რუსეთთან კომუნიკაციის არხი შენარჩუნდეს. როგორი სამეზობლოც არ უნდა გქონდეს, მათთან კონტაქტი აუცილებელია. ასეთი განცხადება გააკეთა ზურა აბაშიძემ. დღეს კარასინთან შეხვედრების გამო ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საპარლამენტო ოპოზიციამ. მათ აღნიშნეს, რომ კარასინთან და პრაღაში შეხვედრები აქციეს რუსეთთან ნორმალიზაციის ყალბსიმბოლოდ. გმადლობთ კეთი ქარდავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა ქართველი ემიგრანტების თხოვნას ხელისუფლების სახელზე მომზადებული მიმართვის ავტორი სალომე ზურაბიშვილი უკვე თბილისშია და პრემიერთან შეხვედრას აპირებს. შეიცვალოს ის საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც უცხოეთში მცხოვრები ქართველები სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დროს საქართველოს მოქალაქის სტატუსს ავტომატურად კარგავენ. ეს არის ემიგრანტების მთავარი მოთხოვნა, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება. გიორგი ფუტკარაძე დაინტერესდა, აქვთ თუ არა მიმართვის ხელმომწერებს პოლიტიკურ წრეებში მხარდაჭერა. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღის განმავლობაში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს ხვდებოდა და ემიგრანტების მიმართვასაც ცნობდა, ამბობს, რომ ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდა. ზურაბიშვილი უკვე ხვალ პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ისაუბრებს ემიგრანტების მიმართვაზე, რომელიც კონსტიტუციის მე-20 მუხლის შეცვლას ეხება. ეს მუხლი ორმაგი მოქალაქეობის საკითხს არეგულირებს. გაუგებარი იქნება, რომ ვინმეს რაღაცა სხვა წარმოდგენა ქონდეს და თვლიდეს, რომ ეს მე-4 ჩვენი მოსახლეობის არ გვაინტერესებს და არ უნდა ვიზრუნოთ მის ჩართვაზე ქართულ პოლიტიკაში, ქართულ ცხოვრებაში. ამჟამად 250-მდე ემიგრანტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხელისუფლებას მიმართავს და ითხოვს შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას იმ საკანონმდებლო სირთულეების გადასაჭრელად, რომელსაც ემიგრანტები აწყდებიან. მათ შორისაა საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტი ზაურ გურგენიძეც. როცა პრეზიდენტი ანიჭებს მოქალაქეობას, ორმაგ მოქალაქეობას, რა არის საფუძვლები და ჩამონათვალის, შეიძლება ვიფიქროთ ჩამონათვალზე საფუძვლების, რა შემთხვევაში უნდა იქნეს უპირატესობა მინიჭებული. აი ეს ამ თემების დახვეწა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ემიგრანტების მიმართვაზე დღეს საუბარი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთანაც შედგა. გაგელა დუმბაძე ამბობს, რომ საკითხზე შემდგომი მსჯელობა უნდა გაიმართოს და ის სალომე ზურაბიშვილს დაპირდა, რომ პრობლემის გადაწყვეტაში სხვა სამინისტროებიც ჩაერთვებიან. ჩვენ უზრუნველყოფთ სხვა სამინისტროების და სხვა სპეციალისტების ყოფნას აი ამ ფორმატში. ჩვენ აკადემიურ გარემოში ვისაუბრებთ ამ პრობლემაზე ზოგადად, იურიდიულ ჭრილში მათ შორის და ამ პრობლემის მოგვარების საკითხებზე. პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ საკითხზე მსჯელობა უნდა შედგეს. საპარლამენტო უმრავლესობაში თვლიან, რომ მოთხოვნა ლეგიტიმურია. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, ნაწილი თვლის, რომ ეს პრობლემა სავიზო პოლიტიკის შედეგია, ხოლო მეორე ნაწილი კი პოზიციას მოგვიანებით ჩამოაყალიბებს. საქართველოდან წასული ემიგრანტები არიან ადამიანები, რომელსაც შეუძლია ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უნდა ჩვენ ვიმსჯელოთ. საინტერესო წინადადება ჩვენ პოზიციას ჩამოაყალიბებთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ გადახედოს ამ იზოლაციონისტურ და საქართველოსთვის ძალიან საზიანო საიმიგრაციო პოლიტიკას. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი, რომელიც მოქალაქეობის საკითხს არეგულირებს, განსაზღვრავს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირს ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო პრეზიდენტს უფლება აქვს მას ხელახლა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქის სტატუსი. იმისათვის, რომ თქვათ პრეზიდენტის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების გარდა უცხოელს ჰქონდეს ერთდროულად საქართველოს მოქალაქის და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის სტატუსის ტარების შესაძლებლობა, ამისათვის აუცილებელია თქვათ კონსტიტუცია იქნეს შეცვლილი. რავადაში შეიძლება დაიწყოს საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობა, ჯერჯერობით უცნობია. ცვლილებას 112 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
ჯარიმა გარემოს დაბინძურებისთვის უკვე კენჭისყრაზე გასატანად მზადდება გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. თუ დოკუმენტი დეპუტატების მხარდაჭერას მოიპოვებს, ქუჩაში ნარჩენების დაყრა მკაცრად გაკონტროლდება. ტერიტორიის დაბინძურების შემთხვევაში კი მოქალაქეების გარდა ჯარიმა იურიდიულ პირებსაც დაეკისრებათ. თანხა 50-დან 5,000 ლარამდე მერყეობს და ის დაბინძურების ხარისხის, ასევე ნარჩენების რაოდენობის მიხედვით იზრდება. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს. უფლებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული ახალი საკანონმდებლო პაკეტი უკეთესად დაიცავს. ნარჩენების მართვის კოდექსის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი წლის ბოლომდე დაამტკიცებს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გარემოს დაბინძურებისთვის სანქციები 50-დან 5,000 ლარამდე განისაზღვრება. ამ კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ ის ადამიანი, რომელიც მანქანიდან გადმოაგდებს და ნამწვავს სიგარეტის, ან ფეხით მოსიარულე დაანაგვიანებს ტროტუარს და ასე შემდეგ, სულ მცირე 50 ლარით დაჯარიმდება. დაფიქრდნენ, რას აკეთებენ ადამიანები, საცხოვრობენ. ჯარიმა მოქალაქეებს გარემოს დაბინძურების სიმძიმის მიხედვით დაეკისრებათ. ქუჩაში 2 კილოგრამამდე ნაგვის გადაყრა 80 ლარით დაისჯება. საყოფაცხოვრებო ნარჩენების საცხოვრებელი სახლიდან ან შენობიდან გადმოგდება კი 100 ლარით. ახალი რეგულაციების დაწესების შემდეგ კანონდარღვევებზე რეაგირებას 3 სახელმწიფო უწყება მოახდენს. ადგილზე მოხდება სამართალდარღვევის იდენტიფიცირება, როგორც მოგახსენეთ, რამოდენიმე უწყების მიერ და მოხდება ადგილზე გნებავთ გაზომვების ჩატარება, ნარჩენების განთავსების შემთხვევაში დაბინძურებული ნიადაგის იდენტიფიცირება და ასევე უშუალოდ ნარჩენების გადაყრის პროცესში ამ სამართალდარღვევების იდენტიფიცირება. გარემოს დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრებას მოქალაქეების ნაწილი ემხრობა, ნაწილი კი იწუნებს. თუ დანაგვიანება უნდა, ისე დაანაგვიანებს, რომ ვერ დააფიქსირებს პატრული და ვერც ინსპექცია დანაგვიანების დაძინავებული ინსპექცია. დაგავს არ გადავყრი ხა ჯარიმები თუ იქნება, ასე იმიტომ რომ ყველას სამაგალითო იქნება რომ დააჯარიმებენ და ყველა რომ დაინახავს რომ ჯარიმდება ადამიანი. ცა წავარა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მოქალაქეების მეტი ინფორმირებისთვის გარემოს დაცვის სამინისტრომ სპეციალური კამპანია უკვე დაიწყო. აქტიური კამპანიაც მიმდინარეობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით, იმისთვის რომ საზოგადოებისთვის რაღაც ახალი და მოულოდნელი არ იყოს ის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ჩვენ კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ დაგვიდგება. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საყოფაცხოვრებო, სახიფათო და სხვა სახის ნარჩენებზე ვალდებულებას ითვალისწინებს, სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება. აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ხელისუფლებას მიმართავენ საუბარია განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე, რადგან სახელმწიფოსგან მიღებული ყოველთვიური დახმარება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის არასაკმარისია. გამოყოფილი თანხა მხოლოდ 100 ლარს შეადგენს და ეს მაშინ, როდესაც სარეაბილიტაციო პროგრამების გავლა გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. 6 წლის დემეტრე აუტიზმის გამო 3 წელია ინდივიდუალურ და ინტენსიურ აბილიტაციის კურსს გადის. დემეტრეს დედა ამბობს, რომ კურნალობას შედეგი აქვს, თუმცა კურსი ხანგრძლივია. კურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. აუტიზმის მქონე ბავშვები, რომლებიც არსებული კანონის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობების პირებად ითვლებიან, სახელმწიფოსგან თვეში მხოლოდ 100 ლარს იღებენ. მშობლები ფიქრობენ, რომ მათთვის განსაკუთრებული სტატუსია საჭირო. თუ ეს თერაპია არ გაიარეს ამ ბავშვებმა, უბრალოდ შანსი არ აქვს, რომ განვითარდეს. განვითარდნენ, ამიტომ რა ვიცი, ვიბრძვით მშობლები იმისთვის, რომ სახელმწიფო მოაქციოს ამ ბავშვებს ყურადღება და რა ვალდებულებაც აკისრია ამ ბავშვების წინაშე, ის ვალდებულება შეასრულოს. აუტიზმის მქონე პირებისთვის უფასო მხოლოდ დიაგნოზის დადგენაა, ისიც მხოლოდ თბილისში. აბილიტაციის პროცესი წელიწადში საშუალოდ 7,000 ლარი ღირს. ოჯახების უმეტესობას საკმარისი თანხა არ გააჩნია. სახელმწიფოში კი რეაბილიტაციის პროგრამა არ არსებობს. რეაბილიტაცია, აბილიტაციის პროგრამები უნდა არსებობდეს. ისევ სახელმწიფოვე დარჩება მოგებული, ხო? დღეს თუ ამ ბავშვს დააფინანსებ რეაბილიტაციურ კურნალობას გადაუხდი, ხვალ ის არ გეყოლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. შესაბამისად, აღარ დაჭირდება მას ის პენსია, რომელიც დაჭირდება მომავალში. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებისთვის ცალკე სტატუსის მინიჭება 2016 წლამდე იგეგმება. მათ შეუძლიათ დღესდღეობით ადრეული განვითარების პროგრამაში მონაწილეობა, რომელიც გულისხმობს გარკვეულ რეაბილიტაციას და დამხმარე მომსახურებებს ოჯახისათვის, თუმცა გეთანხმებით, რომ არ არის ის ორიენტირებული სპეციფიურად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე. არ არსებობს აუტიზმის მქონე პირთა ზუსტი სტატისტიკა. სხვადასხვა მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით მათი რაოდენობა 7,000 აღწევს.
ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში ვიზიტს განაგრძობს გენერალ პატრიკ დე რუზიე დღეს ხელისუფლების პირველ პირებში ხვდა პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღინიშნა რომ ცენტრალურ აფრიკაში ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობით საერთო ევროპული უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს როლი იზრდება. მხარებმა გამოთქვეს მზადყოფნა რომ თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. დღესვე გენერალ პატრიკ დე რუზიუ პრემიერ-მინისტრმაც მიიღო. მხარებმა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დღის წესრიგზე ასევე რეფორმების გატარებასა და ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე იმსჯელეს. პრემიერის განმარტებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის შეუქცევადია, რადგან ის ქართველი ხალხის არჩევანია. პეტრო პოროშენკოს ჯილდო საქართველოს მოქალაქეებს ზეციური ასეულის გმირების ორდენის 3 უცხოელმა მიიღო, მათ შორის 2 ქართველია. უკრაინის პრეზიდენტმა ჯილდო მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულ ზურაბ ხურციასა და დავით ყიფიანის ოჯახებს გადასცა. ასევე ორდენი მიიღო ბელორუსის მოქალაქე მიხეილ ჟიზნევსკის ოჯახმაც. პეტრო პოროშენკოს თქმით, ზეციური ასეულის გმირების ორდენი ღირსების რევოლუციის დაღუპული გმირების დასაჯილდოებლად სპეციალურად შემოიღეს. რუსეთის სამხედრო ხომალდები ლამანშის სრუტეში შევიდნენ, თუმცა ბრიტანეთის საზღვაო ძალების მეთაურმა ესკადრილიის გადაადგილებას ჩვეულებრივი ფაქტი უწოდა. დღესვე ნატომ კატეგორიულად უარყო რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს რუსული გემები სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სანაპირო ზოლთან ახლოს მცურავ რუსულ ხომალდებს ბრიტანეთის საზღვაო ძალების გემი აცილებს. ტერაქტების სერია ნიგერიაში ქალაქ კანოს მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დასავლური მედიის ცნობით, ქალაქის მთავარ მეჩეთთან 3 დანაღმული ავტომობილი მუსლიმების ლოცვის დროს აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შემდეგ ტერაქტის ადგილზე შეიარაღებულმა პირებმა სროლა დაიწყეს. კანოს ცენტრალური მეჩეთი ქალაქის ემირის სასახლესთან მდებარეობს, რომელიც ლოცვას თავადაც ესწრებოდა. ნიგერიის ქალაქებში შეიარაღებულ თავდასხმებს ისლამისტური დაჯგუფება ბოკო ჰარამი აწყობს. საფრანგეთის პარლამენტში პალესტინის აღიარების საკითხზე მსჯელობენ. მთავარი კენჭისხრა 2 დეკემბერს ჩატარდება. მანამდე კი სოციალისტური პარტია მთავრობას მოუწოდებს, რომ აღიარება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადასაჭრელად გამოიყენოს. წინასწარი მონაცემებით, პალესტინის აღიარებას ფრანგი დეპუტატების დიდი ნაწილი უჭერს მხარს. პალესტინის აღიარება არასავალდებულოა, მაგრამ მას სიმბოლური ხასიათი აქვს. მსგავსი რეზოლუციები უკვე მიიღეს ბრიტანეთის, ირლანდიის და ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოებმა. რომის პაპმა თურქეთში 3დღიანი ვიზიტი დაიწყო. პაპმა ფრანცისკემ უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, სადაც ფუნდამენტალიზმი, ტერორიზმი და სირიასა და ერაყში ქრისტიანების მიმართ ძალადობა მკაცრად დაგმო. პაპს ახლად გახსნილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში უმასპინძლა თურქეთის პირველმა პირმაც. ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან და მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველთანაც გეგმავს შეხვედრას. და ისევ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეპორტაჟი ლანჩხუთის რაიონიდან, სადაც სპორტულ მოედანს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის გამო სპორტსმენები წლების წინ აშენებულ შენობაში ვეღარ ვარჯიშობენ. ადგილზე ყოფნა უკვე სიცოცხლისთვისაც კი საშიში ხდება. მდგომარეობის სიმძიმეს ახლა ექსპერტები სწავლობენ. სწორედ მათ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული შენობის მომავალი. რამე თავში არ დაგვეცეს. იმარი სიტუაციაში ვართ. ავარიულია შენობა. ეს სამსართულიანი შენობა ლანჩხუთის სპორტული დარბაზია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს უკვე დიდი ხანია ვეღარ აკმაყოფილებს. შენობას სახურავი და ფანჯრები არ აქვს, ხოლო იატაკი იმდენად არის დაზიანებული, რომ დარბაზში მცენარეები ხარობენ. სპორტული სკოლა როგორც აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისათვის, ბავშვთა მომავალი აღზრდისათვის და გვესაჭიროება ამისათვის ახალი სპორტის სასახლე. სპორტულ დარბაზში მთლიანად მოშლილია კანალიზაციის სისტემა, დანგრეულია საშხაპე და საპირფარეშო. ჩვენ გვიდა ადემონსტრაციო დარბაზი, რომელიც აქ მოიცავს იმ სპორტის სახეობებს, რადგან გვია სპორტული თამაშები, რადგან გვია ეს განმარტისული სახეობები, რადგან გვია საჭიდაო სახეობები. სპორტ სკოლაში 370 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც სპორტის 12 სახეობაში ასპარეზობენ. სპორტსმენებს ვარჯიში რაიონის სხვადასხვა დაწესებულების დარბაზში უხდებათ, თუმცა მათი თქმით ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობები არ გააჩნიათ. ძალიან ცუდ პირობებში გვიწევს ვარჯიში, ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის და მომავალი თაობისთვის, თუ ლანჩხუთს ექნება სპორტის სასახლე, აქ კიდაობა და ვარჯიში არის არაკომფორტული, არ არის სისუფთავე და გვესაჭიროება ახალი დარბაზი. ზოგი სოფლებიდან დადის და არ გვაქვს ავტოტრანსპორტი. შეიძლება ამის დანიშვნა. კიდე დარბაზში არც აბანო გვაქვს, ასე რომ არ შეიძლება ესეთი
პირობებში მოძრაობა. ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში სპორტული სკოლის პრობლემების შესახებ გურია ნიუსმა გაავრცელა. შენობა უკვე 10 წელია ამორტიზებულია. რეაბილიტაციის ჩატარება რამდენჯერმე დაიგეგმა, თუმცა არც ერთხელ არ განხორციელდა. ახალგაზრდა სპორტსმენები და მათი მწვრთნელები სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას ხელისუფლებას თხოვენ. ჩვენ ვართ ერთადერთი, მე მგონია, მთელ საქართველოში დარჩენილი, რომ არ გაგვაჩნია ერთი ნორმალური წესიერი სპორტ დარბაზი. გინ სპორტ თამაშების აიღე, გინ საჭიდაო, გინ და ამას ყველაფერს მისახედია. ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის შესახებ ინფორმირებულია. მათი თქმით, სპორტული დარბაზის პრობლემა 2015 წლისთვის მოგვარდება. ეხლა მიმდინარეობს ამის შესწავლა, ინფრასტრუქტურის სამსახური იყო ჩამოსული, სამინისტრო იყო ჩამოსული და ეს საკითხები შესწავლის პროცესში მიმდინარეობს. სპორტსმენები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც გაირკვევა თუ რამდენად ვარგისია შენობის ფუნდამენტი და შესაძლებელია თუ არა მისი რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში შენობა დაინგრევა და ახალი აშენდება. გამოშვებას ახლა სპორტის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ოთარ გიორგაძე შემოგვიერთდა სტუდიაში. ოთარ, ასიახლეები გაქვს დღეისთვის. მოგესალმებით, ამთა ქართველი კალათბურთელები ევროლიგაში ვრცლად რამდენიმე წამში. თორნიკე შენგელიას წარმატებული მატჩი ევროლიგაში ქართველმა კალათბურთელმა ლაბორალ კუჩას შემადგენლობაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. პირეოსის ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ შენგელიას ანგარიშზე 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაბარება დაგროვდა. ესპანურმა კლუბმა ბერძნული გრანდი საბოლოოდ 99-70 დაამარცხა. შენგელიამ არასრული 29 წუთი ითამაშა. ვიქტორ სანიკიძის ონიქსმა კი მადრიდში რეალს 95-75 მოუგო. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, სულ კი მხოლოდ არასრული 4 წუთი ითამაშა. ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა 2 საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა, სამჯერ კი მეტოქესთან ორთა ბრძოლაში დაჯარიმდა. რაგბის მსოფლიო თასზე დასაწრები ბილეთების საჯარო გაყიდვის მეორე ეტაპი დღეს დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების განცხადებით ამ ეტაპზე რეალიზაციაში 140,000 ბილეთი გავა. შეგახსენეთ, რომ ბილეთების რეალიზაციის პირველი ეტაპი 2 თვის წინ დაიწყო და ამ დროისთვის 150,000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია. ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მიღება გულშემატკივრებს მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ. მორაგბეთა მსოფლიო თასი ინგლისი 2015 წლის 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები C ჯგუფში თამაშებს. ჩვენი გუნდი ახალ ზელანდიას, არგენტინას, ტონგასა და ნამიბიას დაუპირისპირდება. თბილისის ოფიციალური ვიზიტით სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა სომეხ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულებას ორი ქვეყნის მინისტრმა ხელი დღეს მოაწერეს. თანამშრომლობა 2015-16 წლებში ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს. სომხეთის სპორტის მინისტრი ოლიმპიური რეზერვების ცენტრსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსაც ეწუვა. ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ეს უფრო ადრეც უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა კარგია, რომ შეხვედრა შედგა. ჩვენი შეთანხმება მომავალში ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას და სპორტის განვითარებას. ეს არის ჩვენი მეზობლობის, ჩვენი მეგობრობის დამადასტურებელი ხელშეკრულება მემორანდუმი, რომელიც უკვე აისახება უკვე ძელვადიან პირობებში 2016 წლამდე ჩვენ მოვაწერეთ ამ ხელშეკრულებას, უკვე 2016 წელს ჩვენ დავსახავთ უკვე უფრო დიდი მასშტაბით და გაფართოებულ ხელშეკრულებას, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან როგორც ჩვენი ახალგაზრდები, აგრეთვე ჩვენი სპორტსმენები. ინციდენტი ლონდონის White Hart Lane-ის სტადიონზე ტოტენჰემისა და ბელგრადის პარტიზანის თამაშის მსვლელობისას ინგლისური კლუბის ფორმაში გამოწყობილი 3 გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა. YouTube-ის ხუმარება ცნობილმა ტრიომ თამაშამდე ინტერნეტში ვიდეო გაავრცელა, სადაც მატჩის მსვლელობისას კომედიური სატირის ჟანრში პროვოკაციული გამოსვლა დაანონსა. სტადიონზე ერთ-ერთმა ხუმარა გულშემატკივარმა ფეხბურთელებთან სელფიც გადაიღო. ინციდენტის გამო კი თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. სტადიონზე შეჭრილი 3 გულშემატკივარი სამართალდამცავებმა შესაბამის გაყოფილებაში გადაიყვანეს. მატჩი კი ტოტენჰემმა 1-0 მოიგო. რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ ამ ინციდენტს UEFA სადისციპლინო კომიტეტი შეისწავლის და ინგლისურ კლუბს სანქციებს დაუწესებს. დღის თავარი სპორტული ამბები ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით. მადლობთ ოთარ გიორგაძემ გაგვაცნო დღის ბოლოს სპორტის სიახლეები.
ჯილდო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტ პროგრამა ტელებლოგისთვის გადაღებული 2 ფილმისთვის ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ჟურნალისტი ვიკა ბუკია დააჯილდოვა. საუბარია ფილმებზე ურჩი ქალები და დედობა ბავშვობაში. ქალები როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის სწორედ ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში ჩატარდა მედია მონიტორინგი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდს მოიცავდა. მონიტორინგის მთავარი მიზანი იყო გამოევლინა, როგორ წარმოაჩენდა მედია ქალ კანდიდატებს და რამდენად ეთმობოდა ეთერი მათ წინა საარჩევნო პროგრამებს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პროექტის ავტორებმა ის ჟურნალისტები დააჯილდოვეს, რომლებმაც გენდერული საკითხების გაშუქებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. მნიშვნელოვანი ღონისძიება ასევე ჟურნალისტების ახალისება და დაჯილდოვება იმ ჟურნალისტების, რომლებმაც გენდერული თემატიკა სწორად და კარგად გააშუქეს. მადლობა მინდა გადაუხადო ქალთა საინფორმაციო ცენტრს, რომელმაც დაგვაფასა, ასე ვთქვათ, ჟურნალისტები, ვინც მუშაობს ზოგადად, მუშაობს მთელი წლის განმავლობაში გენდერულ საკითხებზე. დიდი მადლობა მინდა, რა თქმა უნდა, უთხრა ტელებლოგის სამუშაო გუნდს. ეს არის მართლა ძალიან კარგი мотиваცია ჟურნალისტებისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით. ადრეული ფილმების საფესტივალო პროგრამა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული არქივი რამდენიმე ფილმს წარადგენს. სექცია აპოლო კინომეხსიერება 2 სეანს უმასპინძლებს და ისეთ ფილმებს აჩვენებს, რომლებიც მაყურებელს ჯერ არ უნახავს. ეროვნული არქივის მიერ შერჩეული 9 მოკლემეტრაჟიანი ფილმი ეკოლოგიურ პრობლემებზე აგებული. საფესტივალო პროგრამას ახლა ლიზა ციციშვილი გაგვაცნობს. გათამამებული ბრაკონიერები კი 1984 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფერადი ფილმი პალიასტომი შველა სითხოვს რეჟისორმა მურმან ასიტაშვილმა ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის დაკვეთით გადაიღო. ავტორები ფილმში ღიად აკრიტიკებდნენ პალიასტომის ტბის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციებს. ტბის სანაპიროებზე ტორფის მოპოვების პროცესის ამსახველი სურათი წელს თბილისის კინოფესტივალის ადრეული ფილმების პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. კინოფესტივალის წლევანდელი თემატიკისათვის შესაბამისი ფილმები ეროვნულმა არქივმა სპეციალურად გასული საუკუნის 50-იან წლებში ეკოლოგიის პრობლემატიკაზე გადაღებულ ფილმებს შორის შეარჩია. ძალიან საინტერესო რომ ამ ფილმში ისე როგორც სხვა ფილმებში ესე ვთქვათ მხილება ხდება ამ ცუდის აქციელის ვთქვათ ამ დაწესებულების დირექციის მხრიდან და საინტერესოა ისიც რომ ეს ადამიანები თვითონ საუბრობენ კამერის წინაშე საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების წინაშე. ჩვენ შევარჩიეთ ფესტივალის თემატიკის მიხედვით 9 კინოდოკუმენტი, ეს არის როგორც დოკუმენტური ფილმები, ასევე კინოსიუჟეტები და ამ ფესტივალის წყალობით ჩვენ საშუალება გვექნება რომ კიდევ ერთხელ ჩვენი საცავებიდან გამოვიტანოთ გასული საუკუნის სხვადასხვა წლებში გადაღებული მართლაც უნიკალური და განუმეორებელი კადრები. 10 წუთის საბჭოთა კავშირში კიდევ ერთი ფილმია ეროვნული არქივის საგანძურიდან, რომელსაც მაყურებელი ამ რეტროსპექტივაში იხილავს. მოკლემეტრაჟიანი ფილმი გიცა და თბილისის სტუმარს შორის დიალოგზე აგებული მათ ხმებს კი თბილისის ხედების გამოსახულება ფარავს. ჩვენი მეორე მთავარი თემა არის თბილისი. ესეც გამომდინარე იქიდან, რომ ფესტივალი გეგმავს ამ თემის გარშემო ასევე მოაწყოს დისკუსიები. ეროვნული არქივი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან 3 წელია თანამშრომლობს, თუმცა ადრეული ფილმების კინოსექცია ფესტივალზე პირველად გაჩნდა და მაყურებელს ქართული კინოს ისტორიის ხელახალი გააზრების საშუალებას აძლევს. საინტერესოა ძალიან, როგორც ხდებოდა ესა თუ ის საკითხი 30-იან წლებში, 50-იან წლებში თითქოს პატარა ისტორიასავით იქნება წარმოქმნილი თბილისის. ეს ფილმები და მათი თემატიკა კავშირშია თანამედროვეობასთან. აპოლო კინომეხსიერებას კინოფესტივალზე 2 სეანსი დაეთმობა. ეროვნული არქივის პროგრამა თბილისის კინოფესტივალზე 3 და 4 დეკემბერს იქნება წარმოდგენილი და კინოთეატრი ამირანი უმასპინძლებს. 9 ფილმის ჩვენების გარდა ფესტივალზე ეკოლოგიისა და ურბანიზაციის თემაზე დისკუსიებიც გაიმართება. ასეთი იყო დღის მთავარი თემები. მე ორშაბათამდე დაგემშვიდობებით. ეთერს კი უკვე სტუმრებთან ერთად ვასილ ივანოვჩიკოვანი განაგრძობს. ვასილ, საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა თამთა. სადაო კანონ პროექტი დამტკიცდა. მესამე მოსმენაზე 73 დეპუტატის თანხმობით მიყურადების 2-დან 1 გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს. ახლა სიტყვა პრეზიდენტზეა, რომელსაც ბესელია სესიაშვილი ფოფხაძის პროექტი ხელმოსაწერად გადაუგზავნეს.
ფარული მოსმენების საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს პროტესტისა და მკაცრი პოლიტიკური განცხადებების ფონზე წარიმართა. წინააღმდეგი გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის ნაწილი ქართული ოცნებიდან. თინა ხიდაშელმა და თავისუფალმა დემოკრატებმა სხდომათა დარბაზი საერთოდ დატოვეს. რა მოხდება პრეზიდენტმა ვეტო რომ გამოიყენოს? კანონის ამოქმედების ბოლო თარიღამდე სულ 2 დღე დარჩა. რატომ არ უნდა კონდეს ფარულ მიყურადებაზე პირდაპირ წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს და როგორ უნდა დარეგულირდეს ეს სფერო? პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში ამ საკითხებზე სასაუბროდ ნინო გოგუაძე, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე გვერდთვება. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ქალბატონ ნინო და მადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონ ნინო, თქვენ ხართ წინააღმდეგი მიყურადების გასაღები საერთოდ კონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს მის დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებთ, თუ შენიშვნებში ეს პუნქტი არ იქნება გათვალისწინებული. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ, რატომ, რა არგუმენტები გაქვთ იმ კანონის საწინააღმდეგოდ, სადაც მეორე გასაღების პრინციპიც მოცემულია? დიახ, აუცილებლად ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო, რომ გასაღები უნდა გავიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ეს ჩვენი ახირება კი არ არის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია სწორედ იმის გამო, რომ ის სიტუაცია, რომელიც შექმნილი იყო ნაციონალური ხელისუფლების საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული ნაციონალური ხელისუფლების ჩათვლით, ეს იყო სწორედ კონცენტრირება ყველანაირი ძალაუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. ჩვენ მე სხვათა შორის მონაწილეობდი სამუშაო ჯგუფში, ვიყავი სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელმაც შეისწავლა დაწვრილებით ყველა ტექნოლოგია, რომელიც შემუშავებული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჩვენ სხვათა შორის პარლამენტის 3-ვე დეპუტატი, 4-ვე დეპუტატი, რომელიც ამ ჯგუფში მონაწილეობდით, არასამთავრობო სექტორი, დავწმუნდით იმაში, რომ რაც არ უნდა, მეორე გასაღები არსებობდეს, თუ სერვერი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს ელექტრონული სისტემები, რაც არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის ერთადერთი, ჩვენ ამას არ ვენდობით, რადგან სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს გამოცდილება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველთვის ექნება ცდუნება, რომ მიიღოს ინფორმაცია უფრო მეტი, ვიდრე ეს საჭიროა, ხოლო გამოცდილება იმისა, რომ დაკანონებული, ვითომ გამართული ორ გასაღებიანი სისტემის გვერდის ავლით შექმნა სხვა სისტემა. ზუსტად ასეთი სისტემა ჰქონდა შექმნილი ნაციონალურ მოძრაობას, ერთი ეს იყო ოფიციალური სისტემა, რომლითაც ხორციელდებოდა კანონიერი სასამართლო სანქცირებით ნებადართული მოსმენები და იქვე იყო შექმნილი ელექტრონული სისტემა, რომლითაც ხდებოდა სრულიად უკანონო მოსმენების წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ქალბატონ ნინო, იყო ინიცირებული მეორე კანონპროექტიც. რომ თუ სერვერი და რომ ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტი, რომელსაც თქვენ ემხრობოდით, მაგრამ იქ იყო ერთი გასაღები მხოლოდ. ამ შემთხვევაში რამდენად არის შესაძლებელი, რომ ერთი გასაღების პრინციპის შემთხვევაში შეიძლება ეს სფერო ისე გაკონტროლდეს, რომ კითხვის ნიშნები აღარ გაჩნდეს? იცით რა არის, სწორედ მაგაშია საქმე, რომ ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტი ითვალისწინებდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გატანას გასაღების ინსპექტორის ფუნქციების სხვათა შორის 1 აგვისტოს მიღებული კანონის მიხედვით გაფართოებულ ფუნქციებში მხოლოდ კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის მინიჭებას და არა შემოყვანა სისტემაში, როგორც ეს ბესელია ფოფხაძის სესიაშვილის კანონშია, იმიტომ რომ თუ სისტემის განხორციელებაში ინსპექტორი იღებს მონაწილეობას, ის ვერ იქნება დამოუკიდებელი გარე კონტროლი და ამიტომ თუ მექანიზმები მონიტორინგის იქნებოდა დახვეწილი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა შემოწმდეს, როგორ უნდა შემოწმდეს და სერვერი თუ არ იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, რა თქმა უნდა, უკანონო მოსმენების შესაძლებლობა იქნებოდა უფრო დაბალი ალბათობით. ამის საერთოდ აკრძალვა ამ უკანონო აკრძალვა როგორ არა, მაგრამ საერთოდ არ დაშვება იმის, რომ განხორციელდეს უკანონო მოსმენები. ამის ალბათობა ალბათ ძალიან ნაკლებია, მაგრამ ბატონი ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტი იყო უფრო გამართული და მინიმუმამდე დაყვანას ასეთი უკანონო მოსმენების უფრო შესაძლებელს ხდიდა.
გეგმავთ თუ არა რომ პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების მოთხოვნით ოფიციალურად განცხადებით მიმართოთ ან შეხვდეთ საკითხის განსახილველად ახლა როდესაც თქვათ ბესელია ფოფხაძე სესიაშვილის კანონპროექტი სამი მოსმენით დამტკიცდა იცით რა ჩვენ ვთვლით რომ არ ჭირდება პრეზიდენტ ჩვენი მოწოდება ჩვენ საერთოდ არავის არაფრისკენ არ მოუწოდებთ ხოლმე ყველას აქვს თავისი პასუხისმგებლობა თავისი ხედვა მე უბრალოდ იმედი მინდა გამოვთქვა რომ პრეზიდენტი რომელმაც ძალიან კარგად იცის თუ რა არის დემოკრატიული სახელმწიფო და ის არ არის აქამდე ყოველ შემთხვევაში მე არ შემინიშნავს რომ ის ძალაუფლების უზურპაციით ყოფილიყო დაკავებული და მან იცის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები მე იმედს გამოვთქვამ რომ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს. ჩემი მოწოდება არ ამგონია რომ პრეზიდენტს სჭირდებოდეს. საქმე არ გვაქვს მხოლოდ საკანონმდებლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქმე არ გვაქვს მხოლოდ საკანონმდებლო პრობლემასთან. ეს თქვენი თანაგუნდელის ირაკლი ჩიქოვანის დღევანდელი განცხადებაა, რომელიც მან ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებებზე გააკეთა. თვლით თუ არა თქვენს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აუცილებლად უშიშროების სამსახურები საერთოდ უნდა გამოეყოს და ამით თქვა შეიძლება დარეგულირდეს კიდევაც ეს პრობლემატური საკითხი, რომელიც ამდენი ხანია მოსმენების შესახებ განიხილება საზოგადოებაში. მე ვთვლი კი არა, ჩვენ პირობა მივეცით მოსახლეობა სწორედ იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო კვაზი სამინისტრო, იყო მონსტრი სამინისტრო, რომელიც შეიქმნა ნაციონალების ხელისუფლების პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდა და უფრო უფრო რა ვიცი მე ძლავრი და რაღაც საშინელი მანქანის სახე მიიღო სწორედ ჩვენ ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში ჩავწერეთ რომ ეს სამინისტრო უნდა გაიყოს უშიშროების უსაფრთხოების სამსახური უნდა გამოიყოს ცალკე და უფრო დაბალანსებული მმართველობა მივიღოთ ერთი მონსტრი სამინისტროს მაგივრად სწორედ ამ დაპირებით მოვედით ჩვენ როგორც ვხედავთ საერთოდ ძალიან ერთ წრეზე დავდივართ საკუთარ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ მინდა გითხრათ რომ ყოველი ხელისუფლება საქართველოში მოდიოდა დემოკრატიის სახელით მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყოველთვის გამოჩნდებოდა რაღაც რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დემოკრატია იყო გახსოვთ ჯერ დამოუკიდებლობა მერე დემოკრატია მერე იყო ჯერ სტაბილურობა მერე დემოკრატია მერე იყო ჯერ ტერიტორიული მთლიანობა მერე დემოკრატია ეხლა გაჩნდა უსაფრთხოება მერე დემოკრატია მე მინდა გითხრათ რომ არც ერთი ეს პრობლემა არ გადაიჭრება არ გვექნება არც უსაფრთხოება არც დამოუკიდებლობა არც თავისუფლება არც სტაბილურობა და არც მოსახლეობის კეთილდღეობა თუ არ იქნება დემოკრატია ქალბატონ ნინო ამ წუთებში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე გეგმავს საგანგებო განცხადების გაკეთებას ვნახოთ რაზე ისაუბრებს იგი პირდაპირ ეთერში და შემდეგ დაგიბრუნდებით ისევ თქვენ კი ბატონო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი რეგულაციები მოსმენების სფეროში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი არის და იყო ყოველთვის ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ კანონში გათვალისწინებულია ყველა ის შენიშვნა მაქსიმალურად, რომელიც იყო საზოგადოების მხრიდან, რომელიც იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ის შენიშვნები, რომელიც ამავე დროს ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს. მაგრამ გარკვეული სიტუაციის გამო მე ვალდებული ვარ გავაკეთო შემდეგი სახის საგანგებო განცხადება. მოგეხსენებათ პრეზიდენტის მიერ დათქმული ჰქონდა პარლამენტს კანონის მისაღებად ვადა 1 დეკემბრამდე. პარლამენტმა თავისი ვალდებულება შეასრულა დღეს 28 ნოემბერს ჩვენ ეს კანონი მივიღეთ. მინდა გითხრათ რომ კანონპროექტი ხელმოწერილია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკვე და გადაგზავნილია პრეზიდენტთან. ამის გამო მე მინდა ბატონ პრეზიდენტს შევახსენო და მივმართო. რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს მან გადაწყვეტილება და ხელი მოაწეროს ამ კანონპროექტს. ვინაიდან 1 დეკემბრიდან ყველა ის საქმიანობა, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებს ამ სფეროში გააჩნიათ, იქნება სამართლებრივი რეგულაციების გარეშე, შეიქმნება გარკვეული ვაკუუმი ამ სფეროში, რაც გარკვეულ მნიშვნელოვან პრობლემებთანაა დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მინდა გითხრათ, რომ თუ 1 დეკემბრის მერე მოეწერა ხელი, რამდენი დღეს გადასცილდება შესაბამისად ეს დღეები იქნება საკმაოდ პრობლემატური ვაკუუმის სფეროში, როგორც მოგახსენეთ, მაგრამ არსებობს გარკვეული
მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბატონ პრეზიდენტს შეიძლება კონდეს მიღებული გადაწყვეტილება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა მისი გადასაწყვეტია, მაგრამ აქვე მინდა მას ვთხოვო, თუ იგი აპირებს ვეტოს დადებას ამ საკითხზე. პარლამენტს მის უმრავლესობას კაცრად კაფიოთ აქვს გადაწყვეტილი, რომ დაიცვას თავისი პოზიცია, დაიცვას ის პოზიცია, რომელსაც ჩვენ დღეს მივეცით ხარი და შესაბამისად აღნიშნულ ვეტოს ჩვენ დავუძლებთ. მაგრამ ვინაიდან არსებობს სამართლებრივი პროცესები, არსებობს გარკვეული რეგლამენტი, ამ გარკვეული დოკუმენტის წასვლა და წამოსვლა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, რაზეც მნიშვნელოვანი დრო დაიკარგება ბუნებრივია, ამიტომ ისევ ვთხოვდი ბატონ პრეზიდენტს, თუ აპირებს ვეტოს დადებას, ეს ვეტო დაადოს სწრაფად, დღესვე ვთქვათ, რომ ჩვენ ხვალვე გქონდეს საშუალება ამ ვეტოს დაძლევის. მოგეხსენებათ, შემდეგი კვირა არ არის სასესიო კვირა, პარლამენტარების ძალიან დიდი ნაწილი მიემგზავრება სხვადასხვა დელეგაციების შემადგენლობაში უცხოეთის რამოდენიმე ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან ფორუმებზე. შესაბამისად, პარლამენტი მხოლოდ 10 დღის მერე შეიკრიბება, რაც ისევ და ისევ გამოიწვევს მნიშვნელოვან ვაკუუმს სამართალდამცავი სფეროების სტრუქტურების მუშაობაში. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ, მან მიიღოს გადაწყვეტილება სწრაფად მოვაწეროს ხელი ამ დოკუმენტს, რომ კანონი შევიდეს ძალაში, ან დაადოს ვეტო დროულად სწრაფად, რომ ჩვენ გქონდეს საშუალება 1 დეკემბრამდე დავძლიოთ ეს ვეტო. ეს თხოვნა თუ ულტიმატუმი ბატონო? ეს არის მიმართული. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან დავით საგანელიძე, უმრავლესობის ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, გამომდინარე იქიდან, რომ 1 დეკემბერს იგი უნდა შევიდეს ძალაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავი სტრუქტურები დარჩებიან კანონის გარეშე და ვერ შეძლებენ განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები სრულად. უბრუნდებით კვლავ ქუთაის, ნინო გოგუაძე გვერდება პირდაპირ ეთერში, თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ქალბატონ ნინო, მოისმინეთ დავით საგანელიძის მოთხოვნა პრეზიდენტის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა ან მოაწეროს ხელი კანონს, რაც შეიძლება სწრაფად, ან რაც შეიძლება სწრაფად გამოიყენოს ვეტოს უფლება. რეალურად თუ 1 დეკემბრიდან კანონი ძალაში არ შევიდა, მთელი ის პერიოდი, რომელიც კანონი არ ამოქმედება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ექნება წვდომა ფარულ მიყურადებაზე, ეს უფლება, ფუნქცია იკისრება უკვე თვითონ კომუნიკაციების განმახორციელებელ ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ესენი არიან მობილური ოპერატორები. როგორ აპირებს, თქვათ, იგივე უმრავლესობა დაძლიოს ვეტო, აცხადებენ, რომ ამის საშუალება აქვს. შემდეგ თუ რჩება პარლამენტს რაიმე საშუალება, იმისთვის ესეც საინტერესოა, რომ რამე შესწორებები შეიტანოს ამ კანონში, იმისთვის, რომ თქვათ, უფრო დახვეწილი იყოს, როგორც თქვენ მოითხოვთ. მე მოვისმინე თქვენთან ერთად ბატონი საგანელიძის უმრავლესობის ლიდერის განცხადება ძალიან საინტერესო იყო. მან მოუწოდა პრეზიდენტს, რომ თუ მოაწერე ხელი თუ არა და ჩვენ აქ უკვე შეკრებილები ვართ და ძალიან სწრაფად დავძლებთ ამ ვეტოს, ანუ პირდაპირ უთხრა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი შენი მოსაზრება განსხვავებული, იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად დავძლებთ ამ ვეტოსო. ასეთ პირობებში მე ძალიან დიდი წუხილი უკვე გამოვთქვი და კიდევ კვლავ გამოვთქვამ, რომ პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ინსტიტუტად. პარლამენტი იმის მაგივრად, რომ ფიქრობდეს, რომ თვითონ განსაზღვრავდეს თამაშის წესებს, როგორც ეს ხდება სამართლებრივ დემოკრატიულ ქვეყნებში. ის ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს აღმასრულებელი ხელისუფლების გაგრძელება, ეს ჩვენთვის სამწუხაროდ არ არის ახალი, მაგრამ მე მახსოვს ყველა ის დაპირება, რომლითაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ჩვენ ზუსტად ვამბობდით იმას, რომ აღარ უნდა მოხდეს ხელისუფლების უზურპაცია, არც ხელისუფლების რომელიმე პირის ან რომელიმე უწყების ხელში. სამწუხაროდ დღევანდელი დღე არის ნიმუში იმისა, რომ პარლამენტი და ინსტიტუტების, დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობა კვლავ შეუძლებელია ჯერჯერობით ამ ქვეყანაში. ამის პოლიტიკური ნება უბრალოდ არ არსებობს, რის გამოც მე ძალიან მწუხვარ. ქალბატონ ნინო, დავით საგანელიძემ მნიშვნელოვანი დეტალი აღნიშნა ერთი და თქვა, რომ შენიშვნების უმრავლესობა გათვალისწინებულია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტთან გამართეს აქცია. არ ვიცი მე არ არის შენიშვნების უმრავლესობა გათვალისწინებული, არ არის პრინციპი გათვალისწინებული. მე გეტყვით, რომ ჩემი ფრაქცია
არ უჭერს ამ კანონ პროექტს, მხარს არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობდა კანონის შექმნის პროცესში, რომელთა იდეაც იყო საერთოდ ამ კანონ პროექტის მიღება, ისინი რა თქმა უნდა ართულია რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებულია და რაზე ბრძანებს ბატონი დავითი მე ვერ მოგახსენებთ, ეს არ არის მართალი. ქალბატონო ლევან იზორია, მინისტრის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რისკების სრული აღკვეთა პრაქტიკულად შეუძლებელია და ხდება უბრალოდ მათი მინიმიზაცია. როდესაც საკითხი იყო ხანგრძლივი განხილვის საგანი, როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ გაცდა პროექტი მინიმალურ დონეს? და საინტერესოა კიდევ ერთხელ რომ მოვისმინოთ ვახტანგ ხმალაძის პროექტი იძლეოდა თუ არა უფრო მეტ გარანტიებს რომ მიყურადება არ განხორციელდებოდა უკანონოდ. ამაზე უკვე გითხარით ბატონ ვახტანგის პროექტი ამის მეტ გარანტიას იძლეოდა, რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდანვე, როდესაც დაიწყეს სამუშაო ჯგუფში მუშაობა, იქ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამდა ძალიან ხիստ პოზიციას და ამბობდა, რომ მათი დამოკიდებულება არის ის, რომ გასაღები აუცილებლად უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში და სხვათა შორის ძალიან ბევრ იმ სურვილს გამოთქვამდა, რომელიც ბესელია ფოფხაძე სესიაშვილის კანონში არის ასახული და რომელიც არის გაცილებით უკან გადადგმული ნაბიჯი, ვიდრე თუნდაც 1 აგვისტოს მიღებული ძალიან ნორმალური კანონი, სადაც იყო მხოლოდ ერთი საკითხი დარჩენილი ღიად, რომ სად უნდა ყოფილიყო გასაღები. სხვათა შორის იმ კანონში პრინციპი იყო მიღებული, რომ გასაღები უნდა გავიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამ პრინციპს პარლამენტმა დაუჭირა 1 აგვისტოს მხარი და შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი იმისთვის, რომ სწორედ გადაგვეწყვიტა სად უნდა ყოფილიყო ეს გასაღები, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხისტმა პოზიციამ განაპირობა ის, რომ ვერც კანონი დაიხვეწა და დახვეწის მაგივრად ჩვენ მივიღეთ გაცილებით უფრო მძიმე კანონი, ვიდრე ეს აქამდე იყო. გასაგებია ქალბატონო, ეხლა ნახოთ როგორ მოიქცევა საქართველოს პრეზიდენტი, მოაწერს თუ არა იგი კანონ პროექტს ხელს, ან გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას. ბოლოს მინდა გკითხოთ, პარლამენტი ახლა აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯის მისაღებ რეზოლუციაზე მსჯელობს, როგორც ვიცი, ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული პროექტი ჩავარდა და დარჩა ერთი პროექტი, რომელიც თავისუფალმა დემოკრატებმა და უმრავლესობამ შეიმუშავეს. როგორ ფიქრობთ, რა ბედელოდება ამ რეზოლუციას და რამდენად არსებობს და ერთსულოვნება ამ რეზოლუციის გასვლა? არ არის ასე სამწუხაროდ. ასე არ არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ თავისუფალმა დემოკრატებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყოფილიყო პარლამენტის საერთო პოზიცია. ჩვენ ბატონი ვიქტორ დოლიძე იყო ინიციატორი სწორედ საერთო ტექსტის მომზადებისა, რომ პარლამენტს ერთობლივად ეყარა კენჭი, იმიტომ რომ სხვა უცხო ქვეყნებმა, ჩვენმა მეგობრულმა ქვეყნებმა მიიღეს რეზოლუცია და ჩვენ ვერ ვახერხებთ ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე საერთო ენის გამოხატვას და საერთო პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ორივე მხარე, ნაციონალური მოძრაობაც და ქართული ოცნების უმრავლესობაც ვერ ამაღლდა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე და ეს ვიქტორ დოლიძის მიერ შექმნილი, შემუშავებული კონცეფციაც პროცედურულად ვერ გაატარა, მან რა ქვია, ოცნებამ ვერ მოახერხა პროცედურების დაცვით შემოეტანა პლენარულ სხდომებზე და ამიტომ დღეს არ მოხდება ამ რეზოლუციის მიღება. განხილვაც კი. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ არ ვაპირებთ არავის პოლიტიკურ თამაში მონაწილეობას და ამიტომ ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობა არც დღეს მივიღეთ და ალბათ არც მომავალში არ მივიღებთ თუ არ მოხდა კონსენსუსის მოძებნა და საერთო პოზიციის დაფიქსირება. მადლობა. ნინო გოგუაძე, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან. წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო ნინო. მომამბის მთავარი გამოშვება კი დღეს ამით დასრულებულია. თქვენ კი წინ 22 საათზე ეკა მიშველაძის თოქ-შოუ პირველი სტუდია გელოდებათ, ასე რომ დარჩით პირველ აზრზე.